რას ფიქრობ? ჩაფიქრებული ადამიანი ახლა შორცის ფორმატში ვიღებ მეგობრებო, ამიტომ არკანების ამოღებაში აღარ დავკარგეთ, რომ პირველი ვარიანტი ვარდისფერი კვარცი, მეორე ვარიანტი წითელი იასპი. მას შესადამე, იმედი აერჩიეთ, მე კი ვიწყებ პირველი ვარიანტით. რას ფიქრობს თქვენზე ჩაფიქრებული ადამიანი ახლა? ჩაფიქრებული ადამიანი ახლა თქვენზე არც თუ ისე კარგი ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით. ნაწყენია, შესაძლოა გთვლით მოღალატეთ. ან აშკარად სცენარი, რომელსაც თქვენთან მიმართებაში ელოდებოდა, არ გაუმართლეთ და შესაბამისად შესაძლოა რაღაცა манипуляცია, რომელიც ვთქვათ თქვენთან მიმართებაში სადა ადამიანმა არ გაამართლა და შესაბამისად ადამიანი ახლა თქვენთან მიმართებაში ყველაზე ნეგატიური წარმოდგენების არის და ცდილობს ყურადღება გადაიტანოს, ცდილობს 2-3-იანი ამოვიდა. ცდილობს ადამიანი გაერიოს ხალხში, დაივიწყოს თქვათ თქვენი არსებობა, თქვენი სახელი, თქვენი გვარი, იმიტომ რომ ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ მას უსამართლოდ მოეკეცით. არ იყავით სწორი, თუმცა, თუ ეს ერთგვარ ნარცისს ეხება, რომელსაც სცენარი ჩამოუნგრიეთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მისთვის ყველაზე საშინელი ადამიანი იქნებით, რადგან მისთვის არსებობს მხოლოდ ერთი სიმართლე, ასე რომ დიდად, იდარდებთ. ადამიანი გულნატკენია, ადამიანი გულგატეხილია, აშკარად არ მოეწონა თქვენი გარკვეული რეაქციები კონკრეტულ საკითხებზე. ვარიანტი 2. რას ფიქრობს თქვენზე ჩაფიქრებული ადამიანი? ჩაფიქრებული ადამიანი ახლა ამ მომენტში ვერ ვიტყოდი, რომ საერთოდ ფიქრობს თქვენზე, იმიტომ რომ ადამიანი იყურება მომავლისკენ, ადამიანი გარკვეულ იდეებს ამუშავებს, ადამიანი გარკვეულ გეგმებშია, გეგმებს ახავს, როგორ გამოიმუშაოს ფინანსები, როგორ გაიუმჯობესოს კარიერა, ფინანსური ენერგია და უფრო ამ ფიქრებით არის, რას ფიქრობს ადამიანი თქვენზე ახლა. მთლიანობაში თუ შევაფასებ თუ რას ფიქრობს ადამიანი თქვენზე ახლა, ადამიანი გაკვირდება სხვათა შორის, აკვირდება თქვენს ყოველდღიურობას, ყოველდღე თუ არა ინტენსიური დაკვირვება აქ არის და უფრო მეცაც ვიტყვი, სადღაც შეიძლება გქონდეს გარკვეული გაღიზიანება თქვენთან მიმართებაში, როდესაც აკვირდება თქვენს სურათებს, გაკვირდებათ თქვენ, იმიტომ რომ აშკარად კარგი ხართ და სხვისი ხართ შესაძლოა, ან შესაძლოა ხვდება, რომ ადამიანი ვერ შეგწვდებათ და ამით ნამდვილად არის გაღიზიანებული და ასე დროს ადამიანები სხვათა შორის ცდილობენ, რომ გაუფასურონ მეორე ადამიანი, როდესაც მას ვერ სწვდებიან, ხო, როგორც კატა ვერ სწვდება ძეხსო. ეს არის ჩემო ძვირფასებო 2 ვარიანტის პასუხი. წარმატებები.